ნაცემია, მეტი ვერაფერი დაადგინეს. ნაცემი ყოფილა. კიდევ ერთი ბურუსით მოცული საეჭვო და სკანდალური გარდაცვალების საქმე დედაქალაქში. სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ 29 წლის სერგი შტააძის ცხედარი დიდ დიღომში მიტოვებული შენობის ნანგრევებში იპოვეს. არსებული ინფორმაციით ცხედარს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა სიკვდილამდე ძალადობის მსხვერპლი გახდა. იყო ძალიან გულკეთილი, თბილი, შრომის მოყვარე. დიდი ხანი თბილისში ცხოვრობდა იქ. წელიწადი ადრე ნაკირევებში იყო, ახლა ბინაზე იყო. რა ვერსია არსებობს ან არ ვიცი არაფერი, შორსა ვცხოვრობდი, ახლა მივდივარ სანწინოს. ეგეთი ბიჭი ყავდა ოჯახი. ძალიან წყნარი, ძალიან პატიოსანი, ძალიან წესიერი. არ ვიცი, მაგადი რა თქმის, არავითარი თვითკეობათ არაფერი დააბრალო, ეგ არის უმაღლესი ბიჭი. აი სოფელი მოვითხოვთ, ეს აუცილებლად გაარკვიონ და ისინი თელმოსობა ლინჩის წესით უნდა გააცამართონ. სოფელი არ აპატიებს არავითარო, ეგ წესიერად არ გამოიკვლიონ ეგ ამბავი. სერგი შტააძე ტაქსის მძღოლობით ირჩენდა თავს. სოფელ ბრილის მკვიდრი, რომელიც ყოველდღიურად თბილისში მუშაობდა, ბოლოს ნათესავის ბინაში იმყოფებოდა. სწორედ იქიდან დაიწყო მისი გაუჩინარების ქრონოლოგია. ნათესავის სახლიდან გამოსვლის შემდეგ 29 წლის კაცის კვალი ქრება. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს. როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი მიტოვებული შენობის ნანგრევებში დაზიანებებით. საქმე ამ ეტაპზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახის წევრებისთვის კიდევ უფრო დამამძიმებელია. ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ვერსიას, რომ სერგიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის ბიჭი იყო, მამის მშობლების მიმართა და ყველას მიმართა. ფერი ვერ დაადგინეს, მოკვდა თუ არ ვიცი, მოკლეს თუ რა, არაფერი ჯერ ვერ გაიგეს ვერა. ქუჩაში იყო დაგდებული. მოკლულიაო, რავი, ეგრე. ნაცემიო, ძვლები აქო დამტრეულიო. მოუკლია თუ არ ვიცი რა. თბილისში ცხოვრობდა იქ, ხო? კი. და საქმიანობ. ეგ ტაქსავდა ხოლმე და მეორე სასახურის ქონებია რა, და იქ იმაშავდა რა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ლენტებით შემოსაზღვრული ტერიტორია დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მალავს. იძებნება გამოსახულებები, მარშრუტები, კონტაქტები, ყველაფერი, რამაც შესაძლოა ნათელი მოხფინოს საქმეს, რომელიც ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან 48 საათის შემდეგაც უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს. ეს თვითონ წამალიო, მაგრამ წამალი არ დადასტურდა, ნაცემი იყო და ყვალი სამი დღე იძებდნენ. ხო, სამი დღე იყო პოლიცია გუშინ დილა უთელია ხასონის ექსპერტიზა იყო მომწული მე ის და ორი დღე ისე ყოფილა იქ. ვინ იყო პოლიციამ თუ ხალხი? აზერზე არა. პოლიციას კითხე გამომძიებელი და ისინი იყვნენ შემოსულები. კითხე წამლის გამომიდგა ალია მაშინა. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სერგი შტააძის ცხედარი ექსპერტიზიდან საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. საქმეზე ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.